გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ყველაზე დაუნდობელი შოუ, სადაც ჩვენი მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან 20,000 ლარის ფინალის საგზურისთვის. ეს კი არის გადაცემა შეეცადე არ დაიძინო და დღევანდელი ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმრები იქნებიან ცოტნეს ბარი. ეს შეგზავნილი არის, რომ დიდი ხანი არ დაიძინოს. ჩემი მეუღლე, ჩემი სიყვარული, ტასუნა და ცოტ-ცოტა ტიკტოკერიც. ელოშა, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენს არხზე არ ყოფილა, მაგრამ წარმატებებს გისურვებ, ჩემო ძმაო. ოჩა. და ტიკტოკერი ლილე დე ფოქსი. გამარჯობა. როგორც ხედავთ, თქვენს საწოლზე მოთავსებული არის წინდა შორტი, მაისური, ასევე თუ გაინტერესებთ ამ ბოთლში რა არის? ამ ბოთლში არის ჯადოსნური სითხე, რომელიც დაგეხმარებათ რომ დაიძინოთ. საკმაოდ ძლიერი. აუცილებლად თუ შეიძლება მიბრძანდით ახლა თქვენ საწოლებთან. ეს მიირთვით დავრწმუნდე რომ აუცილებლად დალიეთ და შემდეგ დაგტოვებთ და გექნებათ დრო რომ გამოიცვალოთ და შეწექით საწოლებში. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. რომ მიირთვა თუ შეიძლება? გაგვიმარჯოს. ბოლომდე. ეს უნდა ჩავცალოთ? მაგარი ცუდი გემოა. ხა რომ გადაწვეს ეგრევე. დაიძინოს. ლილე 20,000 ლარისთვის ბრძოლაში მიიღებ მონაწილეობას აქ თუ გაიმარჯვე. მერანდერეთმა დამალევინოთ. დღეს ვეღარ მოიგებ, შანსი არა. ნახოთ. საინტერესოა. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, მეგობრებო. ლილემ დალია ბოლომდე. დალი. დღეს ვიღაც ჩაიცა. 4-ვე მონაწილემ მიირთვა ჯადოსნური სითხე, ახლა კი გავლენ გამოსაცვლელ ოთახში, გამოიცვლიან და შეგიძლიათ შეწვეთ. მე კიდევ სხვადასხვა ჩელენჯებით დაგიბრუნდებით. დებო ძმებო, არ გეძინებათ? მე უკვე მეძინება ბიჭო. აი არაფერი არ გასულა ჯერ დრო და უკვე მაკიმა ეს ვაფშე ჯაცა. ელოშას სახელი იმდენი ხანი არ მიხსენებია. პირველი სახელი რევაზა მომდის თავში ელოშას რო ვიძახი და ელოშა ესე ვიძახი. ცოტნეს ტვინში რევაზამ ჩამანაცვლა. მე გიგა დავტოვე. მე ფუნთუში ერისთვის დავტოვეთო. რაღაცა ძალიან კომფორტული ბალიშია, ხო? არა? ერთი წუთი რა შეიძლება რომ ჩამეძინოს ყვილი გამდგოს. ბიჭო, მაგაზე მეც არ ვიყავი, ატო ჩემი მაგიტომ მინდოდა მან დეცოლა და მაინც არ შუაში დამაწვე. მე კამერამენს უყურებ ეგრევე. ფიუ. აუ, საწყალი ხალხი. ეს არის ბრძოლა. ჩემი სათამაშო. მეც მინდა. მე ქუდი მაქვს, გაგიცვლი. კაი ეს ძილისთვის ჩემი ტუსიკო. ის იმდან ღუნღულა თბილია, რო ეხები გაკიმარებს. ხო არ გეძინება. რა გაყვირებ. იმენა ჯაპანა ვიყავი 4 კაცი. ჯავი. რა შევი? შემოვარდი? იმოქმედა ცოტა? ბიჭო, მაგრამ ცოტა არა, ძმა, მაგრამ იმოქმედა. არც მოვითეთეთ ცოტა და. არა უშავს. მეგობრებო, აქ არსებობს ერთი მარტივი წესი, უბრალოდ არ უნდა დაიძინოთ. თუ გინდათ რომ გახვიდეთ წინ და ფინალში რა. ეს არის ერთადერთი მარტივი წესი. ასევე მეგობრებო, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ 5 წუთით დახუჭოთ ხოლმე თვალები. ანუ ნახეთ, დაძინებაში არ ჩაგითვლით, 5 წუთი რომ თვალები გქონდეთ დახუჭული. მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა მატყუარაც არის რომ იცოდეთ. 2 წუთი თვალებს მოხუჭავ, ხო იცით როგორ გრძელდება ხოლმე. 5 წუთს ერთი წამით მაინც რომ გადაცდეს, უკვე ჩაძინებულები იქნებით. რა 5 წუთში თუ გაიღვიძებ შანსი გაგაგრძელებს. რა ვერ გავაკონტროლებ. ანუ პროსტ შენ ვერ აკონტროლებ, ჩვენ გავაკონტროლებ. და მე გავაკონტროლებ. ჩემი ფუნთუშია იქიდან გიყურებთ როგორ იცი? ოღონდ, აი ყველაზე წამზომს რთავს. ყველაფერზე. ყველა დახალხალას თუ წამზომს რთავს. კიდე ვეკაი. ესე რომ დაუჯდე რას მიხდება კამერა. ძინავს თუ უღვიძავ. არა, ეს უბრალოდ ვიზუალი იყო ეს ყველაფერი. ეგ უკვე შეგიძლიათ მაშინ ჩამოიფაროთ, როცა გადაწყვიტავთ რომ всё დაიძინოთ და არ იქნება პრობლემა, გაცდით, გამოგაძინებთ და შემდეგ უკვე სახლებში გაგიშვებთ. დააცხელა. რა ხდება? აქ ხედავ რომ ასუნას უკვე ეძინება, რაც ამთქნარებს. მართლა დაძინებას აპირებ? დასო? არა. გამოსაძინებლად მოვიდა იმე. ხო იცი ბავშვები ესა საქმეები და გონი აქ მართლა დასაძინებლად მოვიდა მგონი ეს. ეს სახში ღამე ბავშვები შენ და მე ხა გამოვიძნებ.
მარტივად. დაალაგა მთელი დღის მე და გიგო. ტუსიკო ბაჭია გავიმარჯვებთ. ნახევარი საათი, 1 საათის შუალედი არის, რაც ესე ხარ. ჯერ კიდევ არ უმოქმედია ისე, როგორც საჭირო არის. უფრო უნდა იმოქმედოს? კიდე მოიჭველი. გაცდით მე და ცოტა ხანში უკვე ახალი ჩელენჯით შემოგიერთდებით. იმედი არ ჩაგეძინებათ. მე ხა უნდა აი ყველას უნდა მე გაფხიზლოთ, იმიტომ რომ მე თუ გავჩუმდი ზო დამეძინა, ეგრევე დამეძინებ. შენ მაგისტვის დაგიძახეთ, ანუ ტვინის სატყვი. აი მე. ხარები დამეძინდა ძალიან. ყველანი ისეთი მოდუნებულები ხართ, რომ აი წაწვევით. მოდუნებული ჩემინებით კი არ ვარ, დამალევინდეს რაღაც. ბიჭო, მეც დავლიე, მაგრამ ეხა წამიღო. ვინ მოდი ქალაქობანა ვითამაშ. დავაი. დავაი, მიდი. დავაი, როგორ ვითამაშოთ? კარტია, კარტს ვერ მოგცემთ. მოვჯოკროთ. გზაზე ბიბლის კუნდრელი ცელკი ბრანჯია. სკუპ სკუპ, სკუპ სკუპ. ცელკი ბრანჯია. გაუკვირდა მელიას. უი, რა უზდელია. რა ეწყინა იმასაც სხვა რაღაცა იყო, აი თავს დავდებ იმის ბოთში სხვა სითხე ესხა. იმას. სხვა რაღაც იყო, ჩემთან არ იყო ეგეთი. არაყიჭა უმატე. ამჟავებული უკაცრავად ისმიდა რა მე რა იანანა ძალიან. უნდა იმხერო, რომ ჩაგვეძინოს, თუ მაგას ჩალიჩო. არა ძმა, ეგ მოვა მაგის დრო, მოიცა? ეხლა რომ გავიღვიძო და თირკმელი რო აღარ მქონდეს ამ. ლიბიაში რო გავიღვიძოთ, ეგეც არ გამიკვირდება. ძალიან თირკმელი რო ჩვენ მოჭი. 4 და ის ზაკა და ისე. აქ მე ვისმენდი თქვენს საუბარს. ელოш როგორ გეტყობა ჩვენთან რომ მუშაობდიათ? აი, მე. მაინც ვემთხვევით რაღაცეებში რა. თქვენი თამაშებთ ქალაქობანას. წოდნე გამომართვი. გამოგართ. წესებს რაც შეეხება, თქვენ როგორც გინდათ, რამდენ სახეობაზეც გინდათ, ისე ითამაშეთ. მაგაში არ შეგზღუდავთ. ჯიგა, შეგეძინება უკვე თუ რა. ერთი 20 ჯერ დავამთხრარე, მე ვიყო არასწორი. ო, რა კაია. აუ, არც ისე. ვისაც 3 რაუნდის შემდეგ დაუგროვდება ყველაზე მეტი ქულა, ის მიიღებს საჩუქარს. მე ენერგეტიკული ანყავა მინდა. აუ, კიდე რა გინდა ქალბატონო? საჩუქარია და. შენ ვზად ხარ? შენ ვზად ხარ შეჩემ? ახალი გვარი ქვეყანა, ქალაქ ცხოველი ქულა. ყოჩა, ქულა. ქულა. აი, მაშ დავიწყებ იმას რა. სტოპი უნდა მითხრათ, ხალხო, თორე მე ჩავედი. გიყურებ ძმა და გელოდე. A B G D E V Z T I K L M. სტოპ. ბლინ. სახელი, მარეხი. მე მამია მიწერია. მალხაზი. მე მაია. ყველა სხვა განვარჩი ხო? 10. გვარი. მანდარი. მალხაზიშვილი. მალხაშვილი, მე მამეიშვილი აუ, მიწერია. კაი, რა ხო იცოდი მაგას დავწერდი რა, რატო სპეციალურად დაუსი. კაი, ქვეყანა. მექსიკა. მალაიზია. აუ, მე მონღოლეთი. მალაიზია. მე მონღოლეთი მაქვს. 5-5 ჩვენ. ქალაქში მეხიკო ჩავწერე, მაგრამ მე მგონი მექსიკო სიტი არის. მოსკოვი. უშეგენაცვალ. აი, მე მადრიდი მიწერი. ვა, საღოლ, აუ, სხვადასხვა ლენკა იყო გვაქვს მადრიდში, ყველას? როგორ ვერ დავთვალებ. მე არ მიწერია, მე დავიჭედე. ცხოველი? მაიმუნი. მელია. რა მე გიწერია? მელა. მაიმუნი. მეც მაიმუნი. ეს რანაირი ფოქსია, მელია არ დაწერა ძმო. რა ვიცი. მე მაქვს 45 ქულა. 50. 25 მაქვს. შეტასო? 30. აუ, არა, ზოგადად. 35 50 მოიცა. A B G D E V Z T. ოკეი. სტოპ. სახელი მიწერია თათია? თათია მიწერია. შენც? შენ? მეც. შენ? თებეა. ყოჩა. 5. თურმაინძე მიწერია გვარში? მიწერია. თაბუკაშვილი. 10. თურქეთი მიწერია ქვეყანაში? ამაცადეთ? აღარაფერს არ გიწერიათ? მე თურქმენეთი მიწერია. კაი. თბილისი მიწერია ქალაქში, მეც. არ მიწვალია. ტეირანი, გენაცვალ შენ? არც მე არ მიწერია. აუ, შენ არაფერი არ დაგიწერია. და თხუნელა მიწერია ცხოველი? მეც ღუნელა მიწერია. შენს გიწერია? აუ, კაროჩი. რა სწრაფად დაწერე, შე კარგად აუ, მორთო. პროსტა იცი როგორ რა წერდი? იყო, მაგიტო აუ, უწერე აზრო- თბილისი. ენერგია. ბოლომდე არ წერდი, რა ვიცი. ცოტა ფანტაზია. ბოლომდე მიწერია ყველაფერი ძმა. გოგო იმოდა. მიდი რა ბოლომდე გააკაჩინე გეხოცე. რო აერიოს ხო ბაზარი არა. აუ, ამ სიცეცაც ენერგია თავიდან მიქვს. არა, დავიწყო. არა, მიდი ბოლომდე კაცო. თავიდან დავიწყო? თუ მიდი, გამაგიწევ. გავედი კაი, ბოლოში, სტოპ. ამერე მომოჭელ. ვახ. ცხოველი რა არის უზეჩე. სახელი რა არის შეჭი. მე მიწერია. ჩემი მასწავლებელის გვარი ჩემი კარგი. ატრაკე. მასწავლებლებს არ ვარჩეთ ჩემ.
კითხვილი არის უზე საერთოდ. მეგობრებო, ბუნებაც კი თქვენს წინააღმდეგ არის, ალბათ გესმით წვიმის ხმა. კი და ეს როგორი გარემო შეიქ. უკვე მომაძინა. ეგ მართლა ჩამაძინებს. ფიქრებში დამიდო. მაიცა გამაგდო. სად ვიყავი? უპუსუნი არ არის უცხოელი. არა. ამაზე დავსტოპდეთ. კაი, ხო, სხვა გზა არ აქვს ეხლა. როდემდე უნდა ვიზრდეთ ეს? სახელი. უჩაო. ხუჩა და გოჩაზე უჩა როგორ არ გაგახსენდა. აი, მე 0 მიწერია აქ. აი, უშანგი მიწერია. მე უწამწერია. ანუ აუ, 1000. ყველა მათათი დაიწერა. ურიდია. უნგიაძე, უსტიაშვილი. უსენაშვილი, შეიმასწავლის გვარი. უზბეკეთი. უნგრეთი. უნგრეთი. უზბეკეთი. კაია, ყველა ხუთი. ხუთი. ქალაქში ვიცი რომ ბევრს არ გექნებათ. აბა, რა გიწერია ქალაქზე? არ მიწერია. არ გიწერია. შენ გიწერია? შენ? მე მიწერია. შენ რა გიწერია? შენ გიწერია დასა. არა. ულან-ბაატარი. ულან-ბატორი? მე უიპეშტი მიწერია. და ცხოველი არ მიწერია შეჭე. ცხოველი უკ მიწერია, ანუ კუ შევატრია. 105 გვაქვს ჩვენ. 80-80 გაქვთ გოგოებს და 105 გაქვთ ბიჭებს. გვარებში მოვიგეთ. ერთი რაუნდი დაამატა. ასო მიდი შენ წავიდა. ამოვარჩი 100. სტოპ. ს. რა? ზ. შო. ე, ოპწერე და. რა გიწერია ქალაქში? ზუგდიდი. ფუ ბლე. რითი წავაგი? ბიჭო, მე 0 მიწერია. ზაირა მიწერია სახელი. მე ზაზა. მე ზაზა. ზეჰრა. ზაკაშვილი. მე ზაზიაშვილი, ეგრევე იქვე დავრჩი. ვარი, ზაზაშვილი მიწერია. მეც ეგ მიწერია. მე ზაზიაშვილი მიწერია. აბსოლუტურად. 10-იანო. ზიმბაბვე მიწერია ქვეყანა. მე ზიმბაბვე მე მიწერია. ზანზიბარი. ზამბია. ზამბია? აი, მე ზღარბე მიწერია იქ. მე ზაზუ. ზაზუნა. ზაზუნა? შენ? მე ზებრა. ჩვენ 1000. შენ 125-ზე ამოხვედი? მე 100. ჩვენ 135-ზე ვარ. კიდე ერთი რა. კიდე ერთი უნდა ვქნათ. იმე გამიტრაკა საქმედო. გამოთვალე, ხო? დავაი წავიდე კიდე. მე. მუღამი იდი შევიდე. ბოლომდე ძმა. ცოტას რო ფიქრობ იმქნება არ დამეძი. ეი! ბოლო საფინალო რაუნდი დაიწყეს. 100 თქვი? ს. სტოპ. ბლინ, ნუ. ქალაქზე რა დაწერა? სოხუმი. ჩემი, ეს ხალი ვინაა? სამეგრელოს არ გაცდა და მოგვიგო ძმა. სოსო. მე ცოსო მიწერა. საშა. სალომე. სარიშვილი. საზანო. სურამელაშვილი. საბიაშვილი. სირია. შენ რა გიწერია? სერბეთი. შენ? სომხეთი. საქართველო. ვიფიქრე ყველა დაწერს მე. სოხუმი არ გიწერიათ არავი? ქალაქი გიწერია? არა. მე მიწერია სამარა. სამარა ქალაქი. 10 მაშინ და სპილო. მე სელაფ. მე არ მიწერია. არა? კაია, მე 35 კულამ მივი. 45 ავიღე და ეს 170. ამასთან მაგტრე. რა 170 ხარ? ხო. ხო დავეცი. აუ, იმენა დავიღალე. თვალები რატო გაქმინებულია ესე? ნახე რომ დაგეხუჭა უკვე. შენ რამდენი კულა გაქვს ძმა? 5-ით მისწრებთ. დავწხეთ, მე ვიზავ. სტოპ. A B G D N. ნა? როგორი ამინდი გაიჩითა? Stop. ნამიბია ქვეყანაა თუ ქალაქი? Stop, ქვეყანა. სახელი ნინო. ნაირა. ნანა. ნინი. რავი. გადავრჩი. 10. ნანეიშვილი მიწერია გვარში. ნინოშვილი. ნიაზაშვილი. ნაზარიშვილი. ყველა სათათი. ნორვეგია მიწერია. ნორვეგია. ნეპალი. შეგენაცვალე. ნიორი მიწერია ქალაქში, რომელიც აფრიკეთში არსებობს. ნიორი. ნიორტ იწერება. გიწერია თვინვეს ქალაქში? არა. მე მიწერია ნოვოროსიისკო. ო შეგენაცვალე. 10 აქაც და ნიანგი მიწერია. მეც ნიანგი მიწერია. კაი, 10 40 კულა დავიწერე 210 მაქვს მე ძმა. 200 მოვჩი. მომიგო მადლობა მაინც. დიდი. ხო მოვიგე. ვიბრძოლე. როგორც გავიგე, ელოშამ გაიმარჯვა, ხო? ცოტა ხანში შენს საჩუქარს შემოგიტანთ. იქამდე მე ერთი კითხვა მაქვს. და შეიძლება ამ პასუხის შემდეგ, ვისი პასუხიც უფრო მომეწონება, შეიძლება ის ადამიანის დავასაჩუქრო. მე მაინტერესებს რაიმე თქვენი სიზმარი, რომ მოყვეთ ისეთი, რაზეც უბრალოდ გამეცინება და მეც ვიმხიარებ. მეც მაქვს ერთი მაქვს სუპერი. შენ გაქვს რამე სიზმარი? მე სველი სიზმარის გარდა არაფერი არ. იზრება და ეხა ვერ მიხსენებ ვერა. შეგენაცვალე. ეგ მოგვიყევი რა. ავჭი ერთი მაგარი გოგო. მე დამესიზრა ძალიან მაგარი სიზმარი რამდენიმე დღის წინ. არ ვიტყვები ეხა არ დამიწყოთ რაღაცეები. მოკეთ რატი მომწერა სიზმარში რაღაცა გადაღება მაქვს რაღაცაო წამოდიო ჩელენჯი არისო ძალიან მაგარიო. მე მივედი იმ ჩელენჯში იქ მოვიგე 20000 ლარის ფინალში გავედი იქაც მოვიგე და ძალიან ბედნიერი წამოვედი იქიდან და გავიღვიძე და რატი მწერს რომ რაღაცა გადაღება გვაქვს და მაგ სიზმრის გამო მოვედი აქ.
ვაფშე ეხა ეს იზმრება. ეხა სიზმარში ვარ თამასთან. შენი სიზმრის დროა? აუ მაგარი სიზმარი მაქვს. თესეუში ვსწავლობდი უნივერსიტეტში და იქაური ერთი ძმაკაცი მყავდა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა რა. და რაღაცა სიზმარში გეუბნები, რაღაცა ჭუბი მომივიდა და ერთი 40 კაცი მომზდა. მთელი სიზმრის განმავლობაში მე მივრბივარ. და მივრბივარ ქუთაისისკენ, და ესენი მომზდები. ყველა ძალიან დიდი ხანი მივრბივარ. ანუ ყველა გზა, დეტალი რაც კი არსებობს იქ, ყველაფერი მახსოვს. ჩავედი იმასთან, ჩემი ძმაკაცის სახლთან და რიბზი მეთქი და ვიყვირე და მომკლეს და გამეღვიძე. აბაზე რატო არ გააკეთე ხა იქ? ანუ აბაზე არ უნდა გაიგეთებინა. მეცინა. აი რისთვის ვიომენდე ხა რატო დაურბოდი დღემდე ვერ ეს იყო სასაცილო და ჩემი მეწყინ. მოკავიცი შეიძლება. რამდენიმე წლის წინ მე და რატი ვიყავით ბაკურიანში. ნუ ახალი შეყვარებულები ვიყავით და სულ იმის გასცდა რომ ან მღალატოს ან რაღაცა და მე სიზრება სიზმარში რომ რატი მიღალატა. გავიღვიძე, შემოვატრიალე. თვალები გავთხარ. ათითები თვალები ესე გავკეთე. ანუ გინდა მე მოგიყო ეს როგორ იყო ყველაფერი შენი გადმოსახედა. წევარ მძინავს. ხელი მხვდება, მეღვიძება თვალებს. ვახელ და ზემოდან აი ესე ტასო არის ესე თავის შილაკიანი ორი ფრჩხილით ესე თვალებთან და თვალებს ამოგთხრიო და მეთქი რა ხდება ჩემი გავშრი მე და მეთქი რა ხდება და გადატრიალდა და დაიძინა გააგრძელა ძილი მეორე დღეს არაფერი არ მახსოვდა. ანუ მე ის გამე აღარ მეძინა მეთქი რაღაცა მანიაკია რაღაცა და კარჩე ეგეთი ამბავი იყო რა კაი ცოტნე თუ შეიძლება შენი სიზმარი მოგვიყო სიზმრები არ მესიზმრები. ყველაფერი წყალს გავატანი, რაც კი ვნახე და არ ვიცი. ანუ წყალს უყვებოდ. კაი, მოკლედ, მეგობრებო, თქვენ უნდა აირჩიოთ ვისი სიზმარი მოგეწონათ ყველაზე მეტად ხმის მიცემით, ის იქნება გამარჯვებული. 2 საათ ნახევარია უკვე აქ ხართ მეგობრებო. ისეთი კაი დასაძინებელი ამინდიკი მოვიდა რა, წვიმა ესა ისა. მოკლედ გადაწყვიტეთ და როცა გადაწყვიტავთ, უბრალოდ დამიძახეთ. მე იქით წამოწვევი დავიძინებ. აი მე რა ენაღულება. ასე შენ მოგცემ მე ხმას და იგი. ო, კაი, როგორც გინდა. პროსტა მე შუაღამით ჭამას ვარ მიჩვეული და არ მაჭმევთ. რაკი? აუ ისე დაუძახოთ რა. თოვლის, პაპ, გეხვეწებით რა. მოგან რატი? რატი? ქალაქობანაში გაიმარჯვა ელოშამ და გადაეცემა ეს ნახევარლიტრიანი ენერგეტიკული და სიზმრის ჩელენჯში დიდი მადლობა. თუ შეიძლება ფურცლებს წავიღებ, იმიტომ რომ ამით ერთობოდნენ ამით. ჩემი აზრით დრო გაგყავთ. შენ გინდა ენერგეტიკული? თან დღეს ერთი დავლი უკვე. რო გახდა დამასუნინე. 7 ლარი ძმა. აუ ჯი ამას აქ ჩავდებ მე არ ვაპირებ დალევას ამას. ენერგეტიკული რო ადუნებს აეგროჟა ვარ რა. ესენი დაწნენ ძმა. ბავშვობაში არ გქონიათ პიჟამო ფართი? არა ძმა. ბავშვობაში პიჟამო ფარტი კი არა, პიჟამოებიც არ მქონდა. აი მაგაზინი აღარ არ ჩამეძინება. შიქ ხო არა გა. რატო შეჭება? ჩემი უსაყვარლესი ქუდი გესროლე შეჭება რა გითხრა? აუ აი ის შუქი ჩამიქრეთ გეხვეწებით რა. 1-4-5 საათი არ გავიდოდა? შეიძლება მეტიც გავიდა, რა ვიცი, გათიშული ვარ. მეტი? რა მაგდენი არ ამგონია. გავიდოდა იმ სითხეს მაგდენი. 5 საათი და 1 წუთი რო იყოს გასული რა შვები. წუთებზე რატომ მომდე ვერ გავიდე? ეს ვის გვერდზე დამაწვინეთ? აუ ცოტნე დამიბრუნე. ჩემი ცოტნე და ეს გადაიყო ცოტნე გაუც, მაგრამ ის ძალიან ხმაურიანია. გელი ვარ, გელი. ანუ სულ რომ დამეძინოს უეჭველი გამაღვიძებ. მამედ რა საშვები. აუ მაგი მარემ შეცვალოს. მანქანა ვიყიდე ვარგა. მგელი ვარ, მგელი. აუ ძალიან დიდი ხანი გავიდა მე მგონი, იმიტომ რომ კუჭი მეწვის ფშია. დაუჩები. აშკარად ჭამე სანამ 200 კილოს გადაცილებული ადამიანი გიზის გვერდზე და შეინძახი პირველი მშიო. ტეხავს. მე 100 კილოს გადაცილებული რო ხარ შენ ბევრი ისინი გაქვს რა ქვია დამარაგებული. 4-ეულო ანდე! ეს ხო იმენა. სულ ჩემ ხარეს რატო შემოდიხარ?
რა შვებით? წევარ 1-2 საათი მეძინა, სიმართლე რო გითხრათ. თქვენ რა შვებით? ხوار გეძინებთ. ესეთი ამბავი გვაქვს. თუ შეიძლება რომ წამოდგეთ და თქვენი საწოლის წინ დადგეთ. საწოლის წინ დავდგეთ. ჩემი ჩუსტებით თუ შეიძლება. ჯარში გაქვს სულ რამოდენიმე წუთი რომ ადგეთ. მაგიტო არ ვარ ჯარში. ცოტა. ხوار გეძინება. არა, მძიმედ ვარ, ცოტა დაბუჟებულია. გავიდა 5 საათი. ხო და ასეთი ამბავი გვაქვს, მე თქვენ უნდა გამოგაფხიზლოთ ცოტა. 200 ბუქნი წავიდა! 200 იცვა? 200 ბუქნი ცხოვრებაში თუ მქონდეს გაკეთებული ჯამი. დაიწყე. ეგრე მეც გავაკეთებ, ეს უსამართლოა. უყურეთ ახლა უყურეთ. დაიწყე მე. ეგ რა არის? ელოშ. რა არის? გამოიწიე ცოტა ტრაკი წინ. მიწას დავადო ცოტა წინ. დაი ჩაიკუზე კარგად. მიდი, აგე, შეხედე. აგე. ბიჭო ესენი ვარდი. გოგოებს შეხედეთ როგორ აკეთებ. ეგ რა არის? ბიჭო რა შემოიდე დოინჯე. მიდი. ეს რო ხო იცი? გინდა ეს? ჯარში ისეთი ის გამატარეს, მიდი ეგრე. თან ითვალეთ. 21. რო რამე კონტროლის გააქვთ. ცოტა ჩადი ბოლომდე თუ არ გიშვებს ღიპი. აუ გამოფლიანდები და მე ლოგიში როგორ ჯავწვეთ. მიდი. მიდი. ხოსლად ვარ ვერ იმას. არ ხარ არა. ის ორი ნადირი ჯერჯერობით გვეყოფა 1-2 წელი. დროში არ ხარ შეზღუდულები, უბრალოდ აქ ერთმანეთზე ხართ დამოკიდებული. 200 სანამ სულ ყველა არ შეასრულებს ამ დავალებას ესე ვერ ჩაგითვლით და იქნებ რაიმე საჩუქარი დაიმსახუროთ, იმიტომ რომ ხوار მოგშივდათ ცოტა. კი, ხო? ამიტომ ერთმანეთს დააძალეთ და ნახოთ რა იქნება. რამდენზე ხართ რომ ითხრათ? 50-ზე ავედი. 27. იტყუება. შენ? რა სიტყვების? მიდი. შენ მე მგონი დაგავწყდა რომ ერთად ცხოვრობთ. არ დამოიწყებია. მიდი და მიდი. აიმე, ძლივს ავედი 100-ზე მაგრამ რა 200-ში. არ ჩაგიტყდეს ეგ მუხლები ვით. მაგწონით რო აწევ. რატო გაჩერდით? მიდი ბოლომდე. ისეთ რიცხვზე ვარ ვერც ვიძახი რამეზე რო არ ავწუცდეში. ეს ენერგეტიკული გათბელოშ. აბა. აი ხო გოგო გთხოვდა და მიგეც ეს ენერგეტიკული. ეგრე არ მუშაობს. ასო რამდენი გააკეთე? 180. 180. შენ რამდენზე ხარ? 120-ზე ვარ. შენ? 150. მიდი ლილე. და საჭმელს დაიმსახურებთ. მიდი. აღარ მინდა. არ წაჭმე. მიდი ცოლო. მინდა. მიდი. სანამ 200 ბუქს არ გაკეთე, საჭმელს არ გავაკეთე. მარტო ცოლოსთან რომ მიდიხარ, ძმაო არ ყავს აქ? მიდი. ვაიმე. ეს რა არის? ვაიმე, კარგი, ეხლა ნორმალურად გავაკეთე. 190 პოზი. აი, აბა მიდი ეს ჩაგეთი 20. 10 ვარ მეც. ხოძე. გელი ვარ. ლილე ამთავრებს მგონი, ხო? 9 და ვაიმე. აუ როგორ მიკაკალეს. 2-ც. მიდი ბიჭო, მიდი და და ეს საჩუქრად. არ დაეცე. მიდი თორი არ გვეჭმევი, მიდი. კიდე აქციო ძმა. გელი ხარ, გელი. ტასო მიდი, ტასო რამდენი დაგჭა? 6. 1 საღო. 2 საღო. 3 ელო რამდენი დაგჭა? 4 მე 12 არის. მერე ადექი, მორჩნე. ელო, ჯადე. ეგ არის. ეგა. ეხები როგორ უკანკალებს ჩე. აგიდა 200 ბუქნი კი გააკეთე. დაიმსახურე ეხა საჭმელი. შენ დაიმსახურებ მე საჭმელს. ესე გეტყვი ზუსტად. ელო, მიდი ეხა თორე შენს გამო ვერ ჭამს ეს საზოგადოება რა და მალე მიდი. 5 დაგჭა. 1 2 3 4 არა ეს იყო ბოლო იყო. მიდი. აუ გაიჭა. მიდი მომატეხინე რა. ჯარში რო გაკეთებ ახლა მეცი? მდგენა არ მაქვს. 10 საქართველოსთვის. მიდი. არა ძმა. მიდი. დავай, მიდი, ჰა. ვა, თან უჯდები ფიგარაში.
შენი ოჯახისთვის არ გინდა რომ გააკეთო 10 კიდე? არ მინდა სხვათა შორის. და 300. საქართველოში ხო შედის კაც ჩემი ოჯახი ეს. აუ ეხა ძალიან ცუდი საჭმელი რომ მოგვიტანონ ვიტირებ. ამოისუნთქეთ, ჩაწექით ცოტა ხანი, მე იქამდე საჭმელს შემოგიტანთ. ისეთი 200 ბუქს რო იმსახურებდეს. აუ წვიმს ისევ. ამ ბუქნების ვერ მოვჯობინდი და ჩამოვიდეს გავგრილდე ცოტა. აი, არა, აცალე, ნუ ელაპარაკებითო. თორე ხრინვაში ვერ გადაუვა ეგრე. ანუ ვერ ლაპარაკობს ეხა ისე ეძი ებრძვის. აი მე დედა. აი მე დედა. მეგობრებო. ეი, საჭირი მოვიდა. ჩაი და караქიანი პური ხომ არ გესიამოვნებათ? მაგისთვის გავაკეთე 200 ბუქნი. 200 ბუქნი караქში რატო გადაიც ეს თქვენია გოგონებს თუ შეიძლება ჯერჯერობით. გემრიელად მიირთვით. რამდენი ხანი არ მიჭამია караქიანი პური? შემდეგი რაუნდისთვის შემოვალ ჯერ მიირთვით. ამასობაში 6 საათი არის, რაც უკვე აქ ხარ. შენ შეგიძლია გაითვალისწინო რომ ეს შენი მომავალი ერთი კვირის საჭმელია სახლში. გაიგო. ამაზე მაგარი ჩელენჯი არ იქნება არაფერი, ხო? თან ბუქნები უნდა აკეთებინო. თან ბუქნები ამის წინ 200 ბუქნი და караქიანი პური. ყველაზე ძვირიანი კერძია რაც კი მიჭამია ოდესმე. მეგობრებო, დიახო. სანამ თქვენ ახლა აქ თქვენს ჭურჭელს ქვემოთ მოათავსებთ იქამდე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორი არის ამბასადორი ბეთი და ძალიან დიდი მადლობა მათ ნდობისთვის, რომ შესაძლებლობა გვაქვს ასეთი კარგი პროექტები გავაკეთოთ და შემდგომში უკვე უფრო კარგი და კარგი გათამაშებები და თქვენ კიდევ ერთხელ თუ გეძინებათ, მინდა შეგახსენოთ. ბრძოლა რა თქმა უნდა მიმდინარეობს 20,000 ლარიანი ფინალის საგზურისთვის. ამიტომ მე არ მოვხუჭავდი თვალებს და თქვენ რაც გინდა ის ქენდით. მე ხლა გავალ 1 საათით დაგტოვებთ. თქვენ იყავით, იჭორავეთ, ჩაი ბოლომდე მიირთვით და შემოგიერთდებით. უი, მეგობრებო, ერთი რაღაც ამავიწყდა რომ მე თქვა, ეს 1 საათი, როდესაც მე გასული ვიქნები, თქვენც გაძლევთ შესაძლებლობას საპირფარეშოში გასვლის. რავი, შეგიძლიათ გაბრძანდეთ, არ იქნება პრობლემა. იცნო ჯეირანი პირველი ვინ გავა? Woman. ჯეირანი. ვარ მოგ. აუ რა მკვდარი მიმი გააცოცხლა. ამას ერქვას მურთაზი. დღეიდან ეს არის მურთაზი. აუ, გელი ვარ, გელი. ვერთო ჩემო. საგიჟეთში ვარ მურთაზ. და თან მეძინება. მეგობრებო, მოსაშარდად მივდივარ. ჩაგერთვებით ტუალეტიდან. მოსაშარდად. რა კაია შეჭი. მართლა კი არა, ცოტნე არაზოს არ შარდავს. აუ! გელი. გელი ვარ, გელი ცოტნე ადე. მე ხმარება მგონი, ჯიგარ. ადე. კი რა ჩავყვინთე, on მარტა. აუ, გელი ვარ, გელი. გელი ხარ, გელი. თემიაზე თეთრი ხმაური უნდა ჩაერთოს. არა, თეთრი ხმაური მეზიზღება ძმა. აუ 5 წუთი დაინიშნეთ, ამა თუ დაიძინა ეხლა. 5 წუთი დაინიშნეთ კი არა, გათიშეთ 5 წუთი, იმიტომ რომ 4 წუთში ერთხელ თვალებს ახელს. მე თვალებს ვასვენებ. ოხ, დამაცემინა დედა შე. ო, ერთი შენ არ გძინავს და მეორე ცხონებულბებია ჩემს. მე 4 წუთით აუ, არო. გამოიძინა 4 წუთი. დააგროვა 2 საათი. შემიძლია რა, შეგიძლია ეგრე, ვერ რამე შეგიძლია, მაგრამ დაიძინე თუ იძინე. ხო რა. ხალხი აქ ვიბრძვით რაღაცისთვის. რა სუაკეთო ჩემოდი და გულს მიღებდა. რა შევით? აი მეც ველოდებოდი რომ ცოტნეს ჩაეძინებოდა და სადღაც 4 წუთი და გაახილა თვალები, ნუ შეგახსენებთ რომ 5 წუთი ზოგადად შეგიძლიათ რომ თვალები დახუჭული გქონდეთ, მაგრამ 5 წუთის მერე უკვე დაძინებად ვთვლით მაგ ყველაფერს. რა, არ გეძინება?
არა? რა არა. თქვენი თვალების სხვა რაღაცები. ვეღარ წვება შეხედე ბიჭო რა არ მე ეძინება. ვაღიარებ რომ ეძინება. ერთი დიდი მინუსი ღანი. ისაა რომ ნასკებით ვერ ვიძინებ ხოლმე. გავარდეთ ნასკები. გაიძრე. ნასკები გახადეთ. გაიძრე, არ შევწუხდები მაგსუნით. შენ არა და მე კი. ყველაზე სუფთა ფეხები. ნასკები მე გახადეთ. ჩემ ფეხის ფოტოებს ვყიდი. მე პირადად მაგ გადახტილი $7 ამაში. შეგიძლიათ გადმოხვიდეთ CS room-ზე მეგობრებო და იქ არის ჩემი ფეხის ფოტოები. შეგეინაცვალე, აკაი. კაცი ფუნტუშიას იცნობთ. ის რო არის პუტკუნა ბიჭი რო ყავთ. ისა ხო? PvP-ის ბეტლის ფინალში რო ხშირად ახსენეს რა. ახსენეს და ძალიან გაუხარდა და გაგვიხარდა ეს ყველაფერი. ეს ჩვენი საყვარელი და თბილი ფუნტუშიე შემოვა ეხა თუ დაუძახებთ სულ ყველა ფუნტუშიე. მაგრამ ის შემოდი. ეს ამ ფერებზე რატო შემოდის? მათრახს ველოდებოდი მე. როგორ ხარ გიგუნა? შეიცვალა ხო გარემო რაღაცა სპა, მასაჟი. აუ. ასე შემდეგ. 20 ლალი. 5 წუთი. აუ, ჩვენი ფუნტუშიე გაგიკეთებთ მასაჟს. აიდანაც გინდა იქიდან დაიწყე. რილესგან დავიწყე. აბა რა, ყველაზე მაგარი ბოლოსკენ უნდა შეინახო გიგა, აბა რა. მოდით. არ გადა. ვიჯდესე? იჯექი. მე გაგიწევი რა გიგა ხო შეიძლება რომ ვისაც როგორ წავწვე უნდა? იმენა და ისე რომ მომეფე happy ending-ები იქნება თქვენგან უკაცრავად ვაიმე რა кайია. იპი ჩავზოლივე ირა არის. დებით გადავიდეთ შემდეგზე. აუ შეგიძლია მე ზურგზე რომ შემადგე ფეხები? აუ რა კაია ძლიერი მამაკაცის თუ არ შეგადგე ვიყო. აი მე ამას რამე ჭუჭყი მომყვება დაიბანე ხოლმე. შეგენაცვა აუ კიდე შეჭება მასაჟი კი არა თანჯვაბოზი აუ არა ეს კაი შეგიძლია ჩემზე რომ ხელსათმანები გამოიცვალო? კაუჩი ეგეთ შეგზება მაქვს რომ ეს დაყავდათ მასაჟზე ცოტა ხანი ასწავლეს პილსიალა. 20 ლალი 20 მოვითენთე რაღაც ეხლა ხოთაშო. მოვითენთე კი არა ყველაფერი მткиვა რაც მქონია ვაფშე აი იმე აუ მიდი და გაიგე სიამოვნების ხო იყო თუ პირიქით აი გააჯვევინე თამაში. რამდენ ქულას დამიწერთ მეგობრებო? მე 79-ს დაგიწერდი გამართულად 10-დან 10. მეშინია. თუ შენი რაზე მაკოცი მე არაფერი არ მიგზნია. ეგ თითი არ იყო. არაფერი თუ არ გიგზნია თითი არ იყო შეჭა გაიჩალიჩა. კარგი იყავი მასაჟიე. რა ფუნტუშასავი თითებია ხო ელოში? მაგარი თითები აქ აქვს შეიძლება რომ რამე დავრჩე 1-2 დღით. აუ არქშია. ძალიან ადგა აი არა დგეთ არა ხინკალი მოვიდა ხინკალი გაიჩნდა ხინკალი თუ არა ავდგები აბა რას ვიზავში არ გინდა ხინკალი აუ გადამიღეთ რა ვითომ ნატურმორტი ვარ. კაროჩე გვაჭამეს გვასვეს და გვთიშავენ აშკარად და რაღაცაში მე მგონი რაღაცას გვიპირებენ და არ ვიცი მე просто აი ცოტნეც რო აქაი და ტასს ვაგიმედით ვცხოვრობ რომ თუ ძალიან სულიც არ იქნება რაღაცა რა ვიფიქრები თორე უკვე ვიფიქრებდი რომ სხვა ქვეყანაში უნდა გადამიყვანო ხვალ დილით ჩვენ ეხლა ვითომ გვეგონა რომ სიკეთე გაგვიკეთეს რო გვაჭამეს და არ უნდა გვაჭამა ამდენი. ძალიან გავს ხინკალს საწოლში მინჯავს. ახლა გადავაწვდი კამერას ორი შვილის დედას ყველაზე მსუქანს ხო, ჩვენ შორის ყველაზე მსუქანს. მიდი ვისაწვდი კამერას შეჭა კამერას ვაწვდი ყველაზე. გიგა, წაიღე რა. კამერა.
შენ თავს უფრო მომღერი მე მგონი ხა დამეცინებ. ანაირი ვიღაცა მომიწვინეთ ვერც ველაპარაკი. ჩემი კვარი მოვიდა. ვეღარ შეგვაშინა. იძილება? რა მოგვიტანე? 12 ფურცლიანი რვეულის ჩელენჯი. აქ რვეულზე ხედავთ, რომ არის უჯრები. ყველა უჯრაში აი დაიწყებთ პირველი უჯრიდან. პირველ უჯრაში 1-იანს ჩაწერთ, მეორე უჯრაში 2-იანს, მესამე უჯრაში 3-იანს, 4-იანს, 5-იანს, 6-იანს, 7-იანს, 8-იანს, 9-იანს, მერე 0-იანს. მერე ისევ 1-იანი. რამდენზეც გინდათ, იმდენზე ადით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს შემდეგი ჩელენჯის სირთულეზე. სამაგრებს არ მოგვიტა. მადლობთ. სამაგრებსაც შემოგიტანთ ელოშ. თუ ეგ არის თქვენთვის დისკომფორტი, არ არის პრობლემა. ჩვენი პუნქტუშია ხოთზეა. ამ ყველაფრისთვის მეგობრებო გაქვთ 2 საათი. უკვე 10 საათი არის გასული, რაც აქ ხართ, წარმატებებს გისურვებ. აუ კუბიკებს ვაცილებ ისე მეძინება. არა, მე კუბიკებს უმიზნებ. მეც ეგრე უნდა წამოვწე რა, თორე ძალიან დისკომფორტში. 0-ით ვიწყებ? ერთი ჩეჩემა 0-ით ვის რა დაუწყია შეშ. ნუ ვიღაცა ბიზნესმენები არიან, ეხლა მე 0-დან დავიწყე. აუ რა კაი გასართობი გააძრო ძმა. აუ რო ვითვლი მეძინება ძმა. ეგ არის აზრი მერე. დავჭი მე რა დავამუღამ, იცი? ერთიანით რო დავიწყე, მესამე ხაზის ბოლოს დავამთავრე 0-ით. სწორია. აუ სკოლაში მგონია დავი. შევი მონდომებული რა სტრაფია. შე რა გჭირს ბიჭო ცოტა მოინდომა. აუ 3 ზოლი ჩავხურე ძმამ. მამეთ ეხა ვინ შეამჩნევს არეულად რო დავწერო. შეგიმოწვევენ. ხინკლის მერე მუცელზე წოლა ასწორებს. აუ მაგრა ბიჭო, პროსტა სრაჟება. საკამდე რო დამენა. სუ ორი ენერგია გაქვს დარჩენილი. რაზე ხარჯობ რო ეს გეჭიროს? ისე წერდე. კალამი აღარ წერს. ეგრე არის დაწერს გადმოატრიალი. მართალი იყავი. წერს. დავიღალე, მხოლოდ ერთხელ დავიღალე. ანუ ეჯიბრებით ერთმანეთს? შეჯიბრი ყველაზე მუღამიანია და albათ შეჯიბრი და რო იქნება. არ ვიცით რომ შეჯიბრია თუ არა. ხომ არა, შენ ხომ ის ბევრი გაქვს დაწერილი. ბევრი მაქვს, მაგრამ ეხლა რომ შემოვიდეს და თქვას რომ ვისაც ყველაზე ცოტა იქნება დაწერილი, ის არის გამარჯვებული. შეიძლება დავახჯო. ზატა ის იქნება ბედნიერი. იმაზე ცოტა არაფერს არ ექნება. მორჩა წერა. აუ თუ გონია რომ გვეწყინა ძალიან ძნები ძმაო რა. გავიდა 12 საათი. რაც აქ ხართ. თვალები რას გიგავს? მანახეთ აბა ერთი ფურცლები რა ხდება. აი ერთი ფურცელი და რაღაც ეს რა არის ჩემი? ერთი ფურცელი და ნახევარს ჩავთვლი რა. 2 ფურცელ ნახევარი შეიძლება ითქვას. 2 ფურცელ ნახევარი, 1 ფურცელ ნახევარი. ასო რა ქენი? შემეშვა. თითქმის 2 ფურცელი. თქო ხო არ გაძინება, სად გაქურცელი? ჩამივარდა გვერდზე. ეხზე როდის გაიხადა? ისე ვერ ვიძინებო. ცოტნეს ერთი ფურცელიც არ აქვს ბოლომდე აი აქ. შენ სხვა რა გაქვს ძმა, მეორე ფურცელია ეს. ეს გვერდი არის. გვერდზე იწა. და როგორ გავუწედათ? დაიძინე ცოტნე, დაიძინე. წაგებულზე არაფერი არ იყო. ამიტომ გამოდის რომ ელოშამ, ასომ და ცოტნემ ტყუილად იწვალეს ეს ენერგეტიკული შენ. აი მე თქვა ვიხმარე. ძალიან. ეხლა გავალ, ჩაგიბნელებთ ცოტა რაღაცა. ხელს შეგიწყობთ, იქნებ მოგეძინოთ. აბა წარმატებები. აუ არა. არ თქვა ეხლა რომ აუ არ მინდა დაძინება ძმა. ფონზე ჩაირთვება თვარის სონატა. თეთრი ხმაური. ასვენებ თვალე? 3 წუთი ვასვენებ, მე ვახებ. რა. გეძინება? ისე რა. რა გითხრა? გეძინება? თვალებზე არ მეტყობა, მეძინება. წარმოწუქინება. არ მინდა. იცი რა ტკბილია ძილი. ვიცი. სერგესთან მეძინება. ამას ვატყუე. მოდი ძინე. ოღი, სახეზე გეტყობა. 1-2 საათი წავალ მე წაუძინებ და მოვალ. გამოიწერეთ აუცილებლად არხი.
მოიწონეთ აუცილებლად ეს ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგი ვინ 4 მოვიყვანოთ და გადავიღოთ თუ არა და როგორ მოგეწონათ ეს ჩვენი ახალი პროექტი. Sachte. გელი ხარ, გელი! გლოვი რომი გისმენ? კერატინზე გსურთ ჩაწერა? შემიძლია ჩაგწეროთ ხვალ 16:00-ზე. რამდენიმე ბრენდით მუშაობთ, დიახ. Აკი გძალეთ, ამის ანთება თქვენ, ამით დაიწყეთ თამაში. დაისაჯეთ. ორა პროჭია. გამოვთხოვ მეტი არაფერი. მე მგონი ცოტნეს დაეძინა. ეხლა კიდე რომ გაეღვიძოს შეიძლება გამოვშტოვებო. ცოტნეს უნდა დაიდოს ის. Game over. Მაგრამ მაინტერესებს რომ გაიღვიძებს რა სიტყვის. 4 წუთი ეს წითელი შუქი მგონი აფხიზლებთ თქვენ. ჩაგიქრებთ. ხდება როდის იმოქმედებს. ეგ როჟა ხარ შენ? შევიდა ხარ. ვეყლე. რა იქონათ ერთი ამათ, რომ 3 საათში დაგვაძინებდნენ და მორჩებოდა გადაღება? მე არ ვიცი, შენზე რა ეგონა. 18 საათი შესრულდა, რაც გვიზავთ. ასევე იმას დავამატებ, რომ ჩვენ გადაღება დავიწყეთ საღამოს საათებში და იქამდე ალბათ დილიდანაც გეღვიძათ. ამიტომ ალბათ ესე ჩემი გამოთვლებით 24 საათზე მეტია მინიმუმ გვიზავთ უკვე. პლუს ჯადოსნური სითხე თავისას შვება, რთული შეზღუდვა შემოვა თქვენთვის ახლა. ეს შეზღუდვა არის სიჩუმობანა. წარმატებებს გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს 20,000 ლარის ფინალის საგზურისთვის. წარმატებებს გისურვებთ. არა, სიჩუმობანა. არ გავაღვიძოთ. ტკბილი ძილი. წავე ხსავჭერ საწყოში დავიდი კონდიციონერში ჩავთავ. აშკარად 1-3-4 საათი მგონი გეძინა შენ რა. კიდე გავაგრძელო. მეგობრებო, მოკლედ ესეთი ამბავია. ტასუნავს აქვს თავისი სალონი, ქალბატონების, გოგონების, გლოვი რუმი და ვისაც გნებავთ, ფრჩხილი იქნება წამწამი თუ თმის ნებისმიერი პროცედურა, აღწერაში იქნება ლინკი, გადადით და ეწვიეთ რა და ლილე მოვიდესო ჩემთანო, რავი, ფრჩხილი იქნება წამწამი თუ თმის პროცედურაო, გაუკეთებო, გაუსტორდებაო. დიდი სიამოვნებით ეხლა ვამბობდი სხვათა შორის რომ უნდა მივიდემეთ. ხო და მიდი და ტასუნაზეა რა მოკლედ რა, ხო ირეთას. ეგრეა. ეგრეა. ხო ძალიან ბევრი თმამა გასაკეთებელი. მგელი ვარ, მგელი. დილოში დავისა სამველო მაგარი მეძინა. ელოში მეძინა, შეძდაიძინე მაგარი ასწორებს ჩემი. ისე ხრინავდი რომ ვერ დავიძინებდით პროსტ. ილია ასწორებს და როგორ ასწორებს. ვა, ფერფე ბიჭო. აუდაში მაგარი. გამარჯობა.
რამეს გვიპირებ? რაღაცა ისეთი გამარჯობა იყო. ეხლა ვითამაშებთ თამაშს. ძალიან მარტივი წესები არის. 1 წუთით თვალები უნდა დახუჭოთ. მე წავეკითხავ ზღაპარს. ზღაპრის კითხვის დროს გაიგებთ ესეთ ხმას და თვალები უნდა გაახილოთ. 3 წამში თუ არ გაახილეთ თვალებს, ჩავთვლი რომ გძინავთ. ამიტომ ზღაპარს ბოლომდე მიყევით, ისე ამოვნეთ, იმიტომ რომ ჩემზე კარგი მგოსანი და მთხრობელი ძალიან მაგარი ძალიან იშვიათი. ერედოზია საუკეთესო თამაში ძალიან მაგარი. ანუ რო გავახელთ, მე დავხუჭოთ ისე. მე ისე უნდა დახუჭოთ. იყო და არა იყო რა. ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა გოგონა. მისებრ ლამაზი ქვეყნად არავინ იყო. მიდის ტყეში და უცებ შეხვდა რუხი მგელი. მგელს ძალიან მოუნდა წითელ ქუდას შეჭმა, მაგრამ ვერ გაბედა და კარზე აკაკუნებდა. კაკ კუკ. ვინ არის, შვილო? უპასუხა მგელმა. სტუმრად მოვედი, ხვეზელი და ერბო მოგიტანეთ. იმიტომ რომ უკეთ მოგისმინო, შვილო. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები? იმიტომ რომ კარგად გადაგსანსლო, შვილო. კატო, იქა, ქვილი, აკა. ეხლა გვექნება შემდეგი თამაში. 3 წუთი დახუჭავთ თვალებს და ყველა ვიქნებით ჩუმად. 3 წუთის შემდეგ წკაპუნზე გაახელთ თვალებს. ძილნებისაც. სირენების. გვერდზე გადატრიალდით და გემრიელად დაწეკით რა. მე როგორც გძინავს ზუსტად ისე და. აი ამოიდეთ კარგად. უცელზე ვერ ვიცით. ჯერჯერობით გვიძავთ. მენა მეძინად. საგიო. დავით ძინაში ჩება. დავით ძინა მოძშული. ახმაური. გათიშეთ ამის ეს ხმაური გათიშეთ ჩემი აღარ შემიძლია. რამდენიც კაპალი ვერ ეუბნები წერანაც, პირველი იმიდან რაც დავიწყეთ ყველა ჯერზე მეძინა. უნდა იმენა. გილე. გილოცავ, ფინალში ხარ. ჩემო მეგობარო, წარმატებებს გისურვებ. 20,000 ლარისთვის ბრძოლაში ძალიან რთული ჩელენჯი იყო. ძალიან შენ დაიცინე თუ კიდე. ძალიან. შენ აუთსაიდერებში გადახვალ და იქ ამონაცდება QR კოდი. შეგიძლიათ გადახვიდეთ მეგობრებო და იქ იხილავთ ხოლმე არ გასულ კადრებს და ასევე გამოკითხვებს. აი მაგალითად ელოშა ეხლა არის აუთსაიდერების სიაში და რომელ ვიდეოშიც მოგეწონებათ სხვადასხვა ჩვენი მონაწილე, მეორე ადგილოსნები, დაჯამდებით და იქ თუ გაიმარჯვებ, შენს მიიღებ 20,000 ლარისთვის ბრძოლაში მონაწილეობას. ნამდვილად ძალიან დაიღალა ეს ბიჭი, მაგრამ გასაღები ვუპოვე რა. ის ზღაპარი როგორც კი დაიწყე, მე ვიცოდი რომ სადღაც დავიძინებდი, აუცილებლად. წითელ ქუდაზე დამერხა, აბა რა. ხო ძალიან კარგად მოვყიდე. კი. მინდა გითხრათ რომ 27 საათი იყავით აქ, რა ვიცი, სხვა დღე არის აქ სტუდიაში, სინათლე არ შემოდის, სულ სხვა დღე არის, რავი, ტელეფონს დაიღებთ. იმედია, შვიდობით ხართ.
გილოცავლილე მთელი გულით წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა ამბასადორი ბეთს ჩვენი გვერდში დგომისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას ასეთი მაგარი პროექტები გავაკეთოთ და აბა ჰეთ და აბა ჰოთ დროები! პაკა! წავით ხსაში. წავით სახში. წავით. აზი. ძინება. კაი, თუ გინდათ გამოიძინეთ.